უკონტროლო შემოსვლა, ხალხნო, შემოსვლა ქვეყანაში და ემიგრაცია გამიგია აღრიცხვით, გამიგია კანონებით და გამიგია სახელმწიფო ენის პატივისცემით. ჩვენ არც ერთი არ აქვს. აი ახლა იყო კურიერების პროტესტი, რატო? იმიტომ რომ ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს, სამსახურებს არ თმევენ. და როგორ ჩვენ კანონმდებლობა გვაქვს, თქვენ გონიათ, ეხლა თქვენ რომ მოინდომოთ ნორვეგიაში გაფრენა, ესე ყველაფერი ადვილად მოგვარდება და სამსახურსაც ადვილად მიიღებს ვინმე? ხო ყველა ვიცით რომ ესე არ არის, არა? უკონტროლო მიგრაციას აქვს ქვეყანაში ადგილი. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის საწყალი, რომელსაც თავის პროვინციაში 300 ლარი ენატრება, საჭმელი არ აქვს, მიწა არ აქვს, სახლი არ აქვს, კარი არ აქვს. ჩამოდის და ისეთ ხელფასზე მუშაობს აქ, რომელიცაც იოცნებებს თავის ქვეყანაში და სიმშილობს. ეს არის ძალიან კარგი მასალა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქეები. აბა რატო არის? იცით რომ გვაქვს კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით. რატო არის ეს კანონმდებლობა არ სრულდება და მომსახურების სფეროში სადაც არ მიადგები უკვე იშვიათია იპოვო ადამიანი, რომელიც ქართულად საუბრობს. არ